2024 წლის 4 სექტემბერი იტალიაში მილანში ორი მეგობარი სპორტ დარბაზიდან გამოდის. მანქანაში ხდებიან, ავტომობილი გაჰყავთ, თუმცა მანქანაში ჩხუბია, ისმის სროლის ხმა. რამდენიმე წამის შემდეგ ავტომობილიდან კაცი გადმოვარდა. ის ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. დაჭრილი ანდრია ბერეტაა. იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბის ინტერის გულშემატკივართა ჯგუფის ბოსი. მანქანაში კი მოკლულია იტალიური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლანის წევრი ანტონიო ბელოკო, რომელსაც ცივი იარაღით 21 ჭრილობა აქვს მიყენებული. ბელოკო და ბერეტა ერთად მართავდნენ ულტრასებს. იტალიურ ფეხბურთს მაფიის პრობლემები აქვს. თუ ის წლების განმავლობაში კულისებში იყო, ახლა ტრიბუნაზეა. გამარჯობა. დღევანდელ ეპიზოდში გიყვებით, როგორ შეაღწია იტალიურ ფეხბურთში მაფიამ, როგორ შოულობენ ამ საქმით მილიონებს და ვინ არის ცნობილი ფეხბურთელი და ცნობილი მწვრთნელი, რომლებიც კრიმინალებთან კონტაქტის გამო ფულადი ჯარიმით და დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მაგრამ სანამ ამ ეპიზოდის მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მოდით ცოტა წარსულში ვიმოგზაუროთ და ვნახოთ ისტორიული რაკურსი, ვნახოთ რა გზა გაიარა მაფიამ, ვიდრე პროფესიონალურ ფეხბურთში შეაღწია. ალბათ უმეტესობა თქვენგანს უნახავს სოპრანოს კლანი, მაგარი ბიჭები ან ნათლი მამა. ეს ყველაფერი კოზა ნოსტრას მაფიოზური დაჯგუფების ამერიკული შტოების ისტორიებია. კოზა ნოსტრა მე-19 საუკუნეში სიცილიაში შეიქმნა. თავდაპირველად მისი მიზანი იყო ფერმერებისა და მწყემსების დაცვა ბანდიტებისგან. თუმცა მალე კლანების ქსელად გადაიქცა, რომლებიც სხვადასხვა ბიზნეს ფულს ძალავდნენ. მისი წევრები ერთგულების ფიცს დებდნენ, იცავდნენ დუმილის კოდექსს და ანადგურებდნენ ყველას, ვინც ამ ფიცს დაარღვევდა. დაახლოებით ამავე პერიოდში გაჩნდა ორი მსგავსი მაფიოზური დაჯგუფება: კამპანიაში კამორა და კალაბრიაში დრანგეტა. ამ ჯგუფებმა თითქმის ყველა ბიზნესში შეაღწიეს. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამხრეთ იტალიაში ორ რეგიონში მაფიის გამო მოშიპულ 20%-ით შემცირდა. საბოლოოდ მაფიოზური დაჯგუფებები იტალიის მსხვილ ქალაქებში გაფართოვდნენ. ამ დაჯგუფებებში არსებული კლანებიც კი ერთმანეთს ებრძოდნენ. 1980-იან წლებში კოზა ნოსტრას კლანებს შორის დაპირისპირებამ 1000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მათ შორის მოსამართლეები, ჟურნალისტები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ამას მაფიის ათასობით წევრის დაპატიმრება ამ ყველაფერმა კოზა ნოსტრა დაასუსტა, მაგრამ სამაგეროდ შესაძლებლობა მისცა დრანგეტას გაძლიერებულიყო. დრანგეტა ეს არის მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც წარსულში უფრო მეტად გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით და სისასტიკით, თუმცა მალევე ამ ჯგუფის ხელმძღვანელებმა გააცნობიერეს, რომ ეს ძალადობა და სისასტიკე კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობდა პოლიციის, ამიტომ მოქმედების სტრატეგია შეცვალეს. დრანგეტა აკონტროლებდა საკვანძო პორტებს ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის. შემდეგ დრანგეტა ნარკოტიკებით მოპოვებულ ფულს ლეგიტიმური ბიზნესების მეშვეობით ათეთრებდა. ეს ბიზნესები იყო სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები. მოგების ნაწილს ბიზნესში დებდნენ და დრანგეტას მაფიოზური გავლენა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე მის სათავეში მყოფ ადამიანებს ოდესმე წარმოედგინათ. თავიანთი ბაზები შექმნეს დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით ძლიერი კი მილანში. ამ ჯგუფმა თავიანთი გავლენის სფეროები ისე გააფართოვეს, რომ საზღვარგარეთაც კი ათობით ქვეყანაში იყვნენ წარმოდგენილები, მათ შორის კანადაში და ავსტრალიაშიც კი. სხვათა შორის 2023 წელს საქართველოში დააკავეს დრანგეტას წევრი, ინტერპოლით ძებნილი 67 წლის ჯუზეპე სკანგა. ის იძებნებოდა ნარკოდანაშაულისთვის და სხვადასხვა ორგანიზებულ დანაშაულებში მონაწილეობისთვის. დრანგეტა ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კრიმინალური ორგანიზაციაა. დაზუსტებით რთულია იმის თქმა, თუ რამდენს გამოიმუშავებენ ყოველწლიურად, თუმცა მილიარდობით დოლარზეა საუბარი. და ახლა მივადექით ჩვენი ეპიზოდის მთავარ ნაწილს. რა თქმა უნდა, ალბათ ეჭვიც არ გეპარებათ, რომ მაფია შეამჩნევდა თუ რამდენად დიდი ფული ტრიალებს პროფესიონალურ ფეხბურთში. იტალიელებს როგორ უყვართ ფეხბურთი და როგორი მგზნებარე გულშემატკივრები არიან და როგორი გულშემატკივრობა იციან, ეს საქართველოში თუ ვინმე მარიცოდა, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლის შემდეგ აუცილებლად გაიგებდა და ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ იქ როგორი გულშემატკივრობა იციან. იტალიელების ეს სიყვარული ფეხბურთის მიმართ ძალიან კარგად გამოიყენა მაფიამ თავისი მიზნების მისაღწევად და
სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი ფეხბურთელიც გაება მათ მახეში. გავიხსენოთ დიეგო მარადონა, რომელიც კამორასთან იყო კავშირში და ვიცით როგორ ერთობოდა ხოლმე ლეგენდარული არგენტინელი მაფიოზებთან ერთად, მაშინ როცა ის ნაპოლიში თამაშობდა. მაფია დგას არაერთი მატჩის ანგარიშებთან დაკავშირებული სკანდალის უკან. 1990-იან და 2000-იან წლებში მაფია რამდენიმე საფეხბურთო კლუბის მფლობელიც კი გახდა. კამორას კლანები ფლობდნენ კამპანიაში 2 კლუბს, ხოლო დრანგეტას კლანები მინიმუმ 4 კლუბს ფლობდნენ კალაბრიაში. ეს იყო პატარა კლუბები და მაფიას ძირითადად საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში პრესტიჟისა და მათი ლოიალობის მოსაპოვებლად სჭირდებოდა. თუმცა, როდესაც დრანგეტამ მსხვილ კრიმინალურ ორგანიზაციად გადაიქცა, მათი მადა გაიზარდა და უფრო მსხვილი სამიზნეები გაუჩნდათ. და ეს სამიზნე სან-სიროს სტადიონი იყო, რომელსაც მილანი და ინტერი იზიარებენ. მათი სამიზნე იყო ყველაფერი, რაც სტადიონთან იყიდება. ლუდი, საკვები, პარკინგი, დროშები, მაისურები და რა თქმა უნდა ბილეთები. მაგრამ მაფიას მიზნამდე მიღწევაში ერთი რამ უშლიდა ხელს. ეს სტადიონი ულტრასების ტერიტორია. თუ ფეხბურთი რელიგიაა, მაშინ ამ რელიგიის ყველაზე ერთგული მიმდევრები ულტრასები არიან. ულტრასები პასუხისმგებელნი არიან ყველა მატჩზე, სიმღერებზე, ბანერებსა და ფლაიერებზე, თუმცა იტალიაში ულტრასები გაცილებით მეტს წარმოადგენენ, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთის გულშემატკივრებს. ზოგ შემთხვევაში ეს ჯგუფები ასრულებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციებს. ულტრას ჯგუფის წევრობა ერთგვარი იდენტობის გამოხატულებაა. ისტორიულად არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ულტრას ჯგუფის ხელმძღვანელებს მოუთხოვიათ კლუბის მენეჯმენტთან შეხვედრა, კლუბის მწვრთნელთან შეხვედრა და თავიანთი აზრების გაზიარება, გულშემატკივრების აზრების გაზიარება. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ყველაფერს ხომ ბნელი მხარე აქვს და ეს მეორე მხარე და ბნელი მხარე ულტრასების ის არის, რომ მათი ნაწილი ხშირად არის დაკავშირებული რადიკალიზმთან, რასიზმთან, ძალადობასთან და კრიმინალთან. მილანში ულტრასების სხვადასხვა ჯგუფები არიან, მაგრამ 2022 წლისთვის ისინი ძირითადად 2 დროშის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები. მილანის ულტრასები ცნობილი არის როგორც კურვა სუდი, ხოლო ინტერის ულტრასები როგორც კურვა ნორდი. ორივე მათგანს ხელმძღვანელობდა გავლენიანი ბოსი. დრანგეტას გეგმა ძალიან მარტივი იყო. ჯერ ულტრასებში უნდა შეეღწიათ და შემდეგ უკვე სან-სიროს კონტროლსაც მარტივად მოიპოვებდნენ. წლების განმავლობაში ინტერის ულტრასების ბოსი ვიტორიო ბოიოკი მეტსახელად ბიძა იყო. ულტრასებში დიდი პატივისცემით სარგებლობდა, თუმცა ნარკოტიკებით ვაჭრობის ძარცვისა და გატაცებისთვის წარსულში 26 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ინტერის ულტრასების ხელმძღვანელად ყოფნისას ბოიოკი ამ დანაშაულებს კორუფციაც დაუმატა. მან კლუბისგან 1000-ობით უფასო ბილეთი მიიღო, მაგრამ ამ ბილეთების ულტრასების წევრებისთვის გადაცემის ნაცვლად შექმნა სკალპ ტრეიდინგის ქსელი, რათა ეს ბილეთები ზვირად დიდი მოგებით გაეყიდა. შემდეგ კი ფული თავად ჩაედო ჯიბეში. ეს კაცი ტრაბახობდა კიდეც, რომ 80,000 ევროს გამოიმუშავებდა ყოველ თვეში და ამით აჩვენებდა ხალხს, თუ როგორი მარტივი იყო ულტრასების ბოსისთვის ფულის შოვნა. თუმცა 2022 წელს ის მოულოდნელად მოკლეს. მისმა თანაშემწებმა, მათ შორის ანდრია ბერეტიმ, იმ კაცმა, ვისაც ეპიზოდის დასაწყისში გესაუბრებოდით, იმუშავეს იმაზე, რომ დრანგეტას კლანის წევრი ანტონიო ბელოკო გამხდარიყო ულტრასების ხელმძღვანელი. და ასეც მოხდა, ბელოკო გახდა ულტრასების ბოსი და ასე შეაღწია მაფიამ სან-სიროზე. თავდაპირველად ბელოკომ და ბერეტამ მეტი უფასო ბილეთი მოითხოვეს. ისინი ერთად მართავდნენ ულტრასებს და თანხებს ინაწილებდნენ. როდესაც 2023 წელს ინტერი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ულტრასები თავიანთ მაფიის ბოსთან ერთად კლუბს პრობლემების შექმნით დაემუქრნენ, თუ დამატებით ბილეთებს არ გამოუყოფდნენ. კლუბმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ინტერის ულტრასები ბილეთების გაყიდვის სქემის გაფართოების მიზნით მილანის ულტრასების ლიდერებსაც კი გაურიგდნენ. რა თქმა უნდა, ისინი არ დაკმაყოფილებულ ამ ბილეთებით სტადიონის გარშემო პარკირება, კვების ობიექტები, სასაქონლო მაღაზიები, ყველაფერი მაფიამ ჩაიგდო ხელში. მათზე კონტროლი მოიპოვა, რითაც მილიონობით ევრო გამოიმუშავეს, რომელიც შემდეგ კრიმინალურ საქმიანობაში დააბანდეს. სულ რაღაც 2 წელიწადში ამ კაცებმა იტალიური ფეხბურთის გული, სან-სირო, დრანგეტას ბაზა დაქციეს. თუმცა ბელოკოსა და ბერეტას დუეტი საბოლოოდ ღალატით და დაპირისპირებით დასრულდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ორ ადამიანს უკვე აღარ სურდა ამ ფულის მჭრელი მანქანის ერთმანეთისთვის გაზიარება და მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ საბოლოოდ ბერეტამ ბელოკო მოკლა.
იტალიის პოლიციამ იტალიელი ულტრასების წინააღმდეგ საბრძოლველად შანსი დაინახა. მიმდინარე წლის ზაფხულში 19 ულტრასი დამნაშავეცნეს სხვადასხვა დანაშაულებში, მათ შორის მკვლელობაში გამოძალვასა და დრანგეტასთან დანაშაულებრივ კავშირში. ბერეტა არა მხოლოდ ბელოკოს მკვლელობაშია დამნაშავე, არამედ ის აღიარებს ბოიოკოს მკვლელობის შეკვეთასაც. სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ შეძლო მაფიამ სან-სიროზე შეღწევა. პოლიციასთან თანამშრომლობის შემდეგ მას მხოლოდ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მილანის ულტრასების ლიდერიც 10 წლიან პატიმრობას მოიხდის. ფანებს განსაკუთრებით აინტერესებთ, იყვნენ თუ არა ჩართულები დანაშაულებრივ ქმედებებში, უშუალოდ ფეხბურთელები ან სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები. სამართალდამცველები ასე გადაჭრით არ ამბობენ, რომ რომელიმე ფეხბურთელმა კანონი დაარღვია და კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, თუმცა საუბრობენ, რომ ინტერის მწვრთნელს სიმონე ინძაგის და ასევე ჰაკან ჩალჰანოღლუს ჰქონდათ კავშირი ულტრასების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებებში იყვნენ შემდეგ მხილებულნი. ინძაგისაც და ჩალჰანოღლუსაც ერთმანეთიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ფულადი ჯარიმა დაუწესეს. დისკვალიფიკაციით და ფულადი ჯარიმით დასაჯეს ინტერის მენეჯმენტის არაერთი წარმომადგენელი და ვნახოთ ვის რა ტიპის სასჯელი დაეკისრა. ჰაკან ჩალჰანოღლუ 30,000 ევრო და ერთმანეთიანი დისკვალიფიკაცია. სიმონე ინძაგი 30,000 ევრო და ერთმანეთიანი დისკვალიფიკაცია. ხავიერ ზანეტი ინტერის ვიცე-პრეზიდენტი 14,500 ევრო. კლაუდიო სალა ინტერის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 30 დღიანი დისკვალიფიკაცია და 14,500 ევრო ჯარიმა. მასიმილიანო სილვა ინტერის გულშემატკივართა ოფისის წარმომადგენელი 30 დღიანი დისკვალიფიკაცია და 14,500 ევრო ჯარიმა. ფაბიო პენსა მილანის გულშემატკივართა ოფისის წარმომადგენელი 30 დღიანი დისკვალიფიკაცია და 14,500 ევრო ჯარიმა. ალბათ იკითხავთ, მხოლოდ მილანსა და ინტერში შეაღწია მაფიამ, რა თქმა უნდა არა. 2018 წელს იტალიელმა სამართალდამცველებმა ასევე გამოავლინეს, რომ მაფიამ შეაღწია იუვენტუსის გულშემატკივრებშიც და დღემდე არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ნაპოლის ულტრასებს აქვთ კავშირი, კვლავ აქვთ კავშირი კამორასთან. მაფიამ გვაჩვენა თუ რამდენად მარტივი არის მათთვის პროფესიონალურ ფეხბურთში შეღწევა. თუმცა კარგი ის არის, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ მილანიც და ინტერიც კლუბის მენეჯმენტი უფრო მეტი სიფრთხილით მუშაობს. მაგალითად, ულტრასებს ისინი აღარ გადასცემენ, საერთოდ აღარ გადასცემენ ბილეთებს და შედარებით შეზღუდული არის ამ მომენტისთვის მაფიის მოქმედების არეალი. დამიწერეთ კომენტარებში მაყურებლის და გულშემატკივრის თვალით, რამდენად დაეტყო ფეხბურთს მაფიის გავლენა და რამდენად ეტყობა იტალიურ ფეხბურთს ბოლოდროინდელი დაპირისპირებები. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამომიწერეთ. დღევანდელი ეპიზოდი კი აქ სრულდება. მადლობა რომ იყურეთ.